ჩვენ კი ყველასთვის საყვარელ არტისტს, ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილ ვარსკვლავს, კახი კავსაძეს ულოცავთ დაბადების დღეს ჩვენი გადაცემის სახელით. მისი 80 წლის იუბილეა გუშინ რუსთაველის თეატრში აღინიშნა. მაყურებელმა კიდევ ერთხელ ნახა სპექტაკლი მოხუცი ჯამბაზები. მსახიობი, რომლის სახელი და გვარიც უამრავ კინო და თეატრალურ როლთან არის დაკავშირებული და რაც ყველაზე მთავარია ხალხის სიყვარულთან. ნახოთ დათო აბრამიშვილის სიუჟეტი. კავსაძე 80 წლისაა. მსახიობი, რომელიც დიდი ხანია გასცდა კონკრეტულ სცენას, როლსა და ფილმს. კავსაძე მთლიანად ევს ეკუთვნის. მოძრაობა, ტემპერამენტი, პლასტიკა. თითოეული როლი, რომელსაც ასრულებს, სამუდამოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში. როცა საუბარი კავსაძის შემოქმედებაზეა, ძნელია გაიხსენო ერთი კონკრეტული როლი, რომელიც შეგიძლია განსაკუთრებით გამოყო. რადგან ასეთი არათუ როლი, არამედ როლები კავსაძის შემოქმედებაში მრავლადაა. სპენგალე პიროვნება გაივრია გადატანილი და მე მგონი რომ ბევრს კიდევ გადაიტანს საჭიროა. ყველა სფეროში ნიჭიერია ეს კაცი, ესტრადა იქნება, თეატრი იქნება, კინო იქნება და სხვა შორის ციგნი დაიწერა როგორც ის სცენაზე და იმ ციგში ჩემი წერილიც არის. წერილი დავასახავე ასე. ცოცხალი განძი. ძალიან მინდა იყოს ძალიან კარგად, მინდა რომ რაღაცა კიდე ახალი შემატოს ამ თეატრს და იმედი მაქვს რომ ეს ასეც იქნება და მინდა რომ იყოს ჯამრთელი და დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით. მსახიობი, რომელიც თანაბრად დიდო სტატურად თამაშობს თეატრშიც და კინოშიც. შესაძლოა ქართულ თეატრს კახი კავსაძეზე დიდი მსახიობებიც ახსოვს, მაგრამ სიყვარულს, რომელსაც ეს სახელი და გვარი ატარებს, ძნელია რომელიმე სხვა მსახიობს შეადარო. რიგითი როლი, არც მსახიობი და რიგითი მაყურებელი არ არსებობს მისთვის. გუშინ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გოჩა კაპარაძის რეჟისორობით კვლავ გათამაშდა მოხუცი ჯამბაზები. დრო გარბის რაფადა ისარგებლა განდროიდა ბატონი კახისთან იმუშავე. იმიტომ რომ ეს არის ჟარმაზარი სკოლა სარეჟისორო სამსახიობო, ეს არის ცალკე განსხვავებული არტისტი თეატრი, რომელსაც ქვია კახი კავსაძის თეატრი. მის თვალებში, მის მოქმედებაში ჩანს მომავლისაკენ სწრაფვა, იმედი, სურვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უეჭველად ითამაშებს უფრო აღმართებულ როლებს. კახი კვლავაც დიდო სტატურად, იმავე ტემპერამენტითა და ქარიზმით გაუძღვა დავალებას. როგორც საერთოდ ხდება, ბუნებრივია. მისთვის იუბილეა მაშინ, როცა მაყურებლის ანთებულ თვალებს სცენიდან აკურთხება. თქვენ ვერ ხედავთ, ვერ უყურებთ, როგორ უხარია ხალხს ის რა დღეს ჩემი დღესასწაულია. ამხელ ამბავია რა? მაგარია. არა მე ვიდექ სცენაზე და იმაზე იყო. ხო მე ვიცი ვიგზენ. შერაშუაში. შენი მუხტი ხო მართალია. შენი მუხტი ვიგზენ. მაგრამ ასეთი რაღაცა ვებძოთ, მაგრამ აი თუ ეს რაღაცა ხალხს ალბათ უნდა ჭირდება რა ვიცი ალბათ საჭიროა რა ვიცი მე არ ვიცი. დიდი მადლობა მაინც ყველას. მის გამოჩენას სცენაზე დარბაზი ოვაციებით ხდება. აი ჩვენს კულტიერ რაღაც აი გაგებას გაუმარჯოს, რომელსაც მაყურებელი და არტისტი თია. და თუ ასე იქნება საერთოდ ცხოვრებაში, ამას რა ჯობია, არა? ურთიერთ გაგებას და ურთიერთ სიყვარულს, ურთიერთ ბრძნობას, ურთიერთ მუხტების გადაცემა გამოცემას, აი საკუთარი სტილიც კი დანერგა, რაც არ უნდა განსხვავებულ როლებს თამაშობდეს, ის კახის ნათამაშები არავის არ შეგეშლება. აქ მსახიობს აქვს თავისი
თავისი ხელწერა, თავისი მანერა, თავისი სიმკვეთრე რო ჩაავლებს რაღაცას და რომ ძალიან ნიჭიერი კაცი, მრავალმხრივი ნიჭიერი. მეტი როლი კინოში, რუსთაველის თეატრში კი მთელი ეპოქა, რომელიც ქართული თეატრის ოქროს თაობასთან ერთად გაატარა. მამა, მეუღლე და ღირსეული მოქალაქე, რომელიც საკუთარი პროფესიონალიზმით ხანია გას და არათუ ერთ კონკრეტულ სცენას, არამედ ქვეყნის საზღვრებს. აი ასე მიულოცეს საყვარელ არტისტ გუშინ 80 წლის იუბილე, რომელსაც როგორც ვიცით, არ დასწრებია რეჟისორი გიორგი შენგელაია, ის ჩვენს ეთერს ახლა სახლიდან ადევნებს თვალს და პირდაპირ ეთერში გვერდება. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. თქვენც გაქვთ სურვილი რომ შეუერთდეთ ამ მილოცებას. სიამოვნებით გითმობთ ეთერს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ შევუერთდე ამ დღესასწაულს, იმიტომ რომ კახის ყველა თარიღი დღეობა ეს დღესასწაულია მთელი ქართული ხალხისთვის. მე ესე მიმაჩნია. კახი არის ჩემი საყვარელი მსახიობი. ჯერ ერთი მაყურებელს უყვარს, ეგ არის თავარი. და მე გადავიღე პირველად ვერესუბნის მელოდიებში. ძალიან უცნაურად მოხდა ყველაფერი. გახსოვთ თქვენ ალბათ, იქ არის ერთი იტალიელი ცეკვის მასწავლებელი ინოჩენცი, რომელიც თბილისში გახსნა თბილისში ტანც კლასი. ეხლა ვეძებს სახეობს. უნდა იყოს იტალიელი, უნდა იყოს მოცეკვავე, თან ეხლა ჟანრის მიხედვით უნდა იმღეროს კიდევ და არა მაქვს რა იდეა, რაღაცა გავსინჯე იქიდან ჩამომყავს ვიღაცები და მე შემთხვევით კახიმ დამირეკა და არც მიფიქრია კახიზე. თქვა რომ თეატრში დღეს მოდი რაღაც სპექტაკლია. წავედი და რაღაც სპექტაკლია, რაღაცა მე უცებ გამოვარდა სცენაზე კახი და იზა გიგოშვილი და მოკლედ ჩარლსტონის შეგვეს. მე ვისეძე ბრაზილია. გავედი კულისებში და კახს ვეუბნები. შენ ბიჭო უნდა გათამაშო ახლა ინოჩენცი, ცეკვის მასწავლებელი ვერის მელოდიებში და შეიცხადა კაცო. ახლა კახი ხო იცი როგორი ახალგაზრდა იყო და ნამდვილი ქართული აღნაგობა ჰქონდა, განიერი მხრები და მოკლედ აი ესე დაიწყო ეს ამბავი რა. მერე ეგეც შემოვნება რა, როგორც აი კახისთან მუშაობითა და ალისა ფრენდლიხთან მუშაობით მე მივიღე, მე ბევრჯერ არ მიმიღია. სხვაების მაგრები იყო მაგ სურათში, დოდო, ეროსი, რა ვიცი, რამაზი, სოფიკო, ბუბა ვინაღარიყო. ხო და კახი აი ისეთი რას მეყურს დასოფას მსახიობში ცით პუნქტუალობას არ მახსოვს რომ კახის რეპეტიციას დაიგვიანოს, ან გრიმი როზე არ გაეკეთებინოს. ეგეთი რეჟისორს იცით რა აყენებს აი გადაღების გუნებაზე რა და მაპატებენ ეხლანდელი მსახიობები და ზოგი დააგვიანებს ხოლმე 9 საათი, ზოგი არ ვიცი, საერთოდ არ მოვა რა. კახის მეორეჯერ მე გადავუღე ფილმში სიყვარული ყველას უნდა, რომელიც მე დავდგე ლეილა ბეროშვილის სცენარის მიხედვით. იცით რა, მე მგონი რომ აი როგორც ძველი ბიჭები ამბობენ, ამ როლით კახიმ დახურა საერთოდ ყველაფერი რა. მე უბრალოდ გადავათვალე დღეს სცენარი მაგ ფილმში და აღმოაჩინე კაცო რომ რაღაცები ვეღარ ჩავს ფილმში, ალბათ გადავიღე მე მოვაჭერეთ და ცოტა უნდა გაგაცნობთ, იმიტომ რომ კახის ხო ძირითადი მოწოდება არის რომ კომედიაში თამაშობს, მე ესე მიმაჩნია. აი ეხლა თქვენ უყურებთ და კახის სცენას. აი აღებული ერთ კახეთ სოფელში აბსოლუტურად დამაჯერებლები არიან, მე მგონი ეს სახეობები ყველა ვინც თამაშობს განსაკუთრებით კახი და ეს ბერტა ხაფავა. ბერტა ხაფავა ჩემს საყვარელი მსახიობია. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ აი ამ ფილმის ხუმრობები, ამ ფილმის ეპიზოდები ყველა ნამდვილად ასეა, ლექსიკაში, მეხსიერებაში ყველასთან ძალიან მკაფიოდ ჩაიბეჭდა.
ასე რომ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ ამ ყველაფრისთვის თქვენ. უმეტეს მადლობა რომ ჩაგვერთვით. დიდი მადლობა. დიახ. მე რო ბოლო სტუდიაში მუშაობდი, სპარტაკ ბაღაშვილი იდგა ხოლმე კარებში და იძახდა რეჟისორები რომ შევიდეთ გოგეუნება უჩემოთ სურათი არ გადაგაღებინოთ ღმერთმა. ესენე ჩემ კახი გადამეღოს კიდე რა. გისურვებთ ამ ოცნების ახდენას, რა თქმა უნდა, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.